მომენტია, იცი? შენ რო რაღაც შენ სამყაროში არსებობ, სხვასთან კონკურენციას, ანუ მე არავის არ ვეჯიბრები მაგ პოზიციიდან ვარ რა ზოგადად და შესაბამისად არ ვფიქრობ ხოლმე რომ ვინმეზე მაგარი ვარ, ან ვინმეზე მაგარი გამოჩნდე, ან თუნდაც ბერტი რო ავიღოთ ოპონენტზე მაგარი გამოჩნდე. მე ვფიქრობ იმაზე რომ გამოვიდე, გავერთო სიამოვნება მივიღო, გავაკეთო რაღაცა ისეთი, ანუ ხელოვნება გავაკეთო, რისთვისაც დაბადებული ვარ ამ ქვეყნად რა და უკეთესი ადამიანი არ არსებობს რა. არსებობს უკეთესი მომენტები, რომლებსაც უნდა გამოყენება. ეგ უკეთესი მომენტი, ანუ ეგ მომენტები ყველა ადამიანს ეძლევა რა. შენი ბრალია თუ ვერ გამოიყენებ რა, მაგრამ თუ ვერ გამოიყენე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლოა. ანუ ვიღაც შენზე უკეთესი სამუდამოდ ვერ იქნება ვერასდროს. მეცუზეც მქონია ეგ მომენტი. თუნდაც მარლოსთან ეგ დამემართა რა. მეგონა რომ უეჭველი მოვიგებდი. მაგას ვამბობ და ნუ შედეგი, ნახეთ შედეგი რაც იყო როგორც იყო. მოვიგე, მაგრამ წავაგე რა. ეგრე არა იმიტომ რომ მარლოსთან წავაგე. ჩემ თავთან წავაგე ის რომ ის რაუნდები არ იყო, რაც მინდოდა რომ ყოფილიყო რა. შეიძლება შენზე ნაკლებიც იყოს ბევრად რაღაცა საკითხებში კი არა. შეიძლება ნებისმიერ საკითხში ვიღაცაზე მაღლა იდგე, მაგრამ იმისგან მაინც ისწავლო. ყოველთვის ვცდილობ რომ დავინახო ადამიანში პირიქით ძლიერი მხარეები, ვიდრე ის რომ ის ჩემზე სუსტია არა. იმიტომ მინდა რომ რაღაცაში კონკურენცია გაუწიო და რაღაცაში მოვუგორო, შეიძლება ჩემზე ძლიერი იყოს. ტოტოსთან იყო ესეთი მომენტი, იმიტომ რომ თავის მართლებას იდეაში არც ვიწყებ, არც ვაპირებ და არც უშველის. ბოლო მომენტს არ გულისხმობ. თვითონ ვერსებში რა, ეხლა აღარ ვიტყვი ზუსტად რა და როგორ, ანუ იყო 1-2 ლაინი ისეთი, რაც მეგონა რომ იქიდანაც იგივე დამხვდებოდა რა. და ამიტომ აქედანაც რაღაც თავის დაზღვევა გავაკეთე და ბოლოს რაღაც აგრესორი მე გავიჩნდე რა. დღემდე ყველა ბეთლი აქვს ნახი ჩემებს მაგ ბეთლის გარდა და მთელი ცხოვრება ან ოქროს თევზი რო დავიჭირო. ერთ სრულს იმას ვეთქვი რომ მეთქი აი მამაჩემს და დედაჩემს ეგ ბეთლი არ ანახო არასდროს მეთქი. ვინმე თუ ნახა, ვინმე სიტყვაზე მშობელმა, ჩემი ოპონენტი მშობელმა ბეთლი, რა თქმა უნდა მე სიცხვილისგან რა მიწისქვეშ ვარდები რა. ყველაფრის გამო რას თქვი რა, ყოველი ბილდ სიტყვა, ოპისტი და ასე შემდეგ. მაგრამ ბეთლი არა, ეს შოუა. მამაჩემს არ უყვარს და არ დედაჩემს, ანუ კონკრეტულად ბეთლის მიმდინარეობა რასაც ვაკეთებ რა. ჩემი ოჯახის წევრებს შეიძლება საერთოდ არ გაუსწორდებოდათ, რომ არ ვიყო რეპერი და რაღაც სხვა გზას გავყოლოდი, მაგალითად ყოფილიყავი დიპლომატი, მაგრამ ანუ ეს ამას არ ვაკეთებ ჩემი ოჯახისთვის რა, ანუ ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს ჟანრი მომწონს და ვცდილობ, რომ რაღაცა პროფესიულ დონეზე ავიყვანო ეს ყველაფერი. ის მომენტი უეჭველი არსებობდა, რომ უარყოფითი ემოცია იმ პონჩი, რომ რაღაც თითქოს გაუგებარია საუბრით იმას, რასაც იმ მომენტში აკეთებ რა. მაგრამ არასდროს ესე პირდაპირ არ მიგძვნია მაგას ვამბობ რა, მაგრამ ვიცი მაინც, რომ არ მოწონთ ეგ თემა რა. ზოგადად ეს ხელოვნების გზა რა, როცა დაიწყო სიამოვნებით იმ საქმისგან, რასაც ვაკეთებდი. ხოლო შემდგომ ეს გახდა უკვე კომუნიკაციის საშუალება მსმენელთან. და შესაბამისად მე ვერ ვიქნები სხვა ადამიანი, მე ვარ ის, ვინც ვარ. და მაქვს ის ენა, რა ენაზეც ვესაუბრები შენს მსმენელს ამ მუსიკის მეშვეობით, ხო? არსებულია, მაგრამ და მუსიკასთან ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე. რა, ალბათ მსახიობი ვიქნებოდი. ახლა სისხლი რო არ გქონდეს ორგანიზმში, ან ძვლები რო არ გქონდეს, ან როგორ არ გამოვა. პირველად ეგ რო ვიფიქრე, იმას ვფიქრობდი, რომ მეთქი აი ეგრე რო ვიყო მეთქი რა ჩემი ყალე ვქნა თქო თუ რაღაცა რა, აი გავიღვიძე და რა, აი რას ვაკეთებ. აი სადღაც გავედი და აი როგორ გავიცნე თუ რაღაცა. შორს ვარ წავიდე და მარტივად რო გიპასუხო, მუსიკა ეგეთი რამე ჩემთვის რა. ოღონდ მუსიკა არ მეზიზღება ესე რა, მაგრამ სადღაც ის შეგრძნება მიჩნდება ხოლმე რომ რაღაცას რო გავაკეთებ რა იმ მომენტში და ხედვას უკეთესი თქვა ტრეკს წერი რა და ხედვა ვიცი როგორიც მაქვს და რო გადმოვიტან მაგას სადღაც რაღაც მაკლდება რა მანდ მიჩნდება ჩემი გაკეთებული მუსიკის ზიზღი ცოტა ძალიან ხომაღალი ნათქვამი არა მაგრამ მაგ კუთხით რო შევხედოთ რა
და მეორე რაც თავი მახსოვს იმის მერე ამაზე მეტად არც ერთი საქმე არ მიყვარს რა. მაგალითად დავიბადე გავიზარდე მთაწმინდაზე. შემოვიარე რაღაც უბნები, მე დავაგდა რომ ქირით მოვიარე უბნები და ნუ ბოლოსკენ მოვხდი გლდანში ასე ვთქვათ რა. გლდანი იყო ჩემთვის როგორი მომენტი, იცი? როცა მიეჩვიე იტალიურ ეზოს, როცა მიეჩვიე ვაფშე სხვა გარემოს და მოხდი საერთოდ სხვა გარემოში. ეგ ადგილი, ანუ თან არ მიყვარდა, მაგრად არ მიყვარდა და იქიდან გაქცევა მინდოდა. თან, ანუ ცხოვრების ის ეტაპზე ვიყავი, სადაც უკვე დასრულ ადამიანად ჩამოყალიბდი, ასე ვთქვათ და შევიძინე ძმაკაცები რაღაცა, ანუ ჩემი ძმაკაცები რეალურად გლდანში ცხოვრობდნენ. ხო და ეგ მომენტი გლდანში მიყვარდა, რომ შემიძლია გავსულ ვიყავი ფეხბურთი მეყმარე ძმაკაცებთან რაღაცა და ახლა კიდე ადგილი ანუ ვერ ვიტანე მაგას რა. ნუ საუბრობთ რეპია ეგეთი რაღაცა. ეგ არის, ანუ უეჭველი ეგ არის, იმიტომ რომ იმ დღეს ვღადაობდი, რომ ზოგიერთ ადამიანს, ვისაც ვიცნობ პირადად, იმდენი რაღაცის შანსი ცხოვრებაში და პრასვეტი არ ქონია, ამდენზეც მე უარი თქვი იმის გამო, რომ ტექსტი დამეწერა თუ რაღაც ჩემი ყლე. ხო და მაგრამ ევასება რა, რასაც ვაკეთებ, ანუ მაგარია რა, იმენა ასწორებს, მაგრამ თან ამავდროულად მომენტში მარაზმი მეჩვენება, აბსურდი მეჩვენება რა, ანუ იმის გამო რომ მაგ მედალის ორივე მხარე ვიცი რა, თორე ეს ერთი მხრიდან შეხედო მაგ მედალს კაშკაშაა და რაღაცა იქ კეისარი ხატია რა, ლამაზი რაღაცა იქ ბერძნული ცხვირის მოყვანილობა აქვს რა. ხო, მაგრამ შიგნიდან რო იცი და შიგნიდან კი კიდეც რო იცი, რომ იქ მესამე განზომილებაც აქვს მაგ მედალს რა, აი მაგ დონეზე რო იცი, ალბათ ეგ რა, ალბათ მთელი ეს ხელოვნება. მე მგონი ვაფშე ისე ვფიქრობ, ბევრი ტიპი ვიც ხელოვნებას აწვება რა და ხელოვნებას ჩალიჩობს, მაგიტოა რომ უბერავენ და ხან წამალზე ჯდებიან და ხან რაღაც თავს იკლავენ და რაღაცა, რომ ისინიც მაგას ამუღამებენ, ოღონდ სუსტები არიან, ხო რა. ან იქ რაღაცა ეგო გაეჭყლიტათ და დაინცრათ რა. მაგრამ ერთ-ერთი ეგ არის რა. იცი რატო თან რას მომღავებდი, იცი? რომ ვიზდებოდი რა, აი 17-18 და სადღაც რო ხარ და უკვე გასვლა რო გინდა და სადღაც ან ლაივზე გინდა, ან ბარში გინდა და თან მომღავებდი რომ საქართველოში ვარ და ეხლა სავარაუდოდ აქ მაგარი რეპერის კონცერტი როდის იქნება, მეთქი მე უნდა წავიდე სადმე რომ კაი რეპერის კონცერტი ვნახო, ვისაც უსმენ დისკზე ან კასეტაზე, ხო? და თან ხვდებოდი რომ ამ რეალობაში ვარ. და ეს რაღაც საზღაი რეალობაა რა, ანუ პოზიტიური არაა რა. მე იმ რეალობაშიც ვიყავი და იქაც ვიცხოვრე და დავამუღამე რომ იქ კიდე ნამეტანი პოზიტიურია რა, ანუ ყველაფერი თეფშზე ასე ვთქვათ რა, 20 ევროს მოშორებით არის ნებისმიერი სიამოვნება. დაწუნებული ვარ, რომ არაფერი შეიძლება საერთოდ. აი როგორც სიტყვაზე ისეთი ლაივები, სადაც 5 ადამიანი იყო, ისეთი ლაივები, სადაც 30 ადამიანი იყო, 100 ადამიანი იყო და 100,000 რომ მე მგონია რომ ერთ და იგივე იქნება აბსოლუტურად. გამკლავებას აღარ შევეცდებოდი უკვე ჩემი აზრით, პირიქით, ანუ ეგ არის როგორც თითქმის ყველა რეპერის ჩემი ოცნებაც რა, რომ ეგ მოხდეს. მანდ უკვე ის რომ მე ინტროვერტი ვარ, მეორე ხარისხოვანი ხდება. მე ამ ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რამდენად დიდი ძალაა ის ფაქტი, რომ ანუ უფრო მეტ ადამიანზე მიგიწვდება ხმა რა. ეს შესაძლებლობა არის, უნდა გამოიყენო არა შენი პირადი კომფორტის შექმნისთვის, იმისთვის, რომ აი ვიღაცას ძალიან ღრმა ძილით რო ძინავს, თუნდაც ორ ადამიანზე ეგ რომ მოახერხო, ესე იგი რაღაც ქენი რა, ვიღაცას როცა ღრმა ძილით ძინავს, უბრალოდ გამოაღვიძო. და მე რაღაც პერიოდი პასუხისმგებლობა აიღო იმ გამოგვიძებულ ადამიანის მოვლაზე რა. მე მაგას ვიჟავდი რა, ძალიან ბევრ ადამიანს გამოვაღვიძებდი. ანუ თუნდაც მანიპულაცია დამჭირებებოდა. სასიკეთოდ მანიპულაცია ჩემი აზრით გამართლებულია და აი უეჭველი მაგას ვიზავდი. ოდესღაც, როცა მქონდა ვარიანტი, აღარ ამას ვერავინ ვერ მიხვდება რა. როცა მქონდა ვარიანტი, რომ ნახევარფინალური ბეთლის მერე წავსულიყავი ან ერთ გასართობ ლოკაციაზე, ან მეორეზე, წავიდოდი ერთზე და მეორეზე არა. არ გამოვიყენებდი არასდროს. ანუ რატომ უნდა გამოვიყენო? ანუ ყველაფერი ისე უნდა იყოს, ალბათ როგორც იყო. აუ, ზუსტად ვიცი. აი მაგაზე მიფიქრია. უმაღლესში არ ჩავაბარებ. არა რა, წავიდე. რა წინ წავიდეთ მაგის დედაც მოვყარ ვიაროთ, სულ ვიაროთ. 27-ში ვეთრია, 2-2-ზე Young Mike Grotowska, Kami Moska და აქეთ ერთი ერთზე მე და მაიკა და უნდა მოვხვიდე და უნდა უყურო. ეგ ამბავი.